სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. თქვენ იცით, რომ დღევანდელი დღე ძალიან დიდი მნიშვნელობისა არის არაერთი მხრივ, ესე იგი. პირველ რიგში ვთქვათ, რომ დღეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. თქვენ იცით, რომ წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პირველია, ვინც საქართველოში ღვთის სიტყვა დააჟღერა, საერთოდ ესე რომ ვთქვათ, ღვთის სიტყვა მოიტანა. ადამიანებს უთხრა რაღაცა ღვთის შესახებ. პირველია ესეთი მოციქული ანდრია პირველწოდებული და მასთან ერთად აქ ქადაგებდა მატათაც, ბართლომეც, სიმონ კანანელი. ასევე დღევანდელ დღეს დაწესდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წირხვდომილობის დღესასწაული. აი, როგორც ასეთი დღესასწაულად, სწორედ დღევანდელ დღეს დაწესდა 2019 წელს, როდესაც აღინიშნებოდა საიუბილეო თარიღი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან 1700 წლის თავი. დღეს არის უშუალოდ ჩვენთვის კიდევ საქართველოს ეკლესიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმდენად, რამდენადაც არის პატრიარქის აღსავტრების დღე. 152 კათოლიკოს პატრიარქი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. ასე იწოდება. გუშინ ბავშვებსაც ვეუბნეოდი, მე-14 საუკუნეში იყო 30-იან წლებში პატრიარქი შიო პირველი, მე-15 საუკუნის 50-იან წლებში იყო პატრიარქი შიო მეორე და 21 საუკუნეში არის ეს პატრიარქი, რომელიც ასე იწოდება. და მადლობა ღმერთს, რომ გუშინდელი დღე მართლაც ძალიან, როგორც მეუფე ანდრია ბრძანა, რომ კეთილი დღე იქნებაო, ხვალინდელი დღეო, წინა დღეს ბრძანა. სიმშვიდით და ღირსეულად აღესრულა ყველაფერი ისე, როგორც ქრისტეს ეკლესიას შეშვენეს. ასე აღსრულდა ყველაფერი და თქვენ იცით, რომ დღეს 10 საათზე უკვე დაიწყებოდა ეს სადღესასწაულო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც მოხდება აღსავტრება პატრიარქის შიოს. და საერთოდ სვეტიცხოველია ის ტაძარი, რომელ ტაძარშიც აღესრულება ხოლმე მღვდელმთავრის კურთხევაც და აღესრულება პატრიარქის კურთხევაც. ეს ისტორიულად ასე არის. თუმცა იყო ჟამთა სიავის გამო ერთი-ორი შემთხვევა, რომ იქ ვერ აღსრულდა ეს. ასევე დღეს არის უშუალოდ ჩვენი მღვდელმთავრის მეუფე ანდრიას ანგელოზის დღე. ანდრია პირველწოდებულის სახელს ატარებს და შეეწიოს მისი მეუხება და მისი შეწევნა ყოველთვის ჰქონდეს მეუფე ანდრიას და საერთოდ აი რამხელა მნიშვნელობისაა თვითონ სახელის დარქმევა, რომ აი იმ წმინდანისადმი არის შევედრებული ეს ადამიანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს სამწუხაროდ არ არის ზოგ შემთხვევაში კარგი მიდგომა და თითქოს ტენდენცია ესეთი, რომ რაღაცა გაპრანჭული სახელი უნდა დაარქვა. აი წეღან იყო ერთი ბავშვი, ეკითხები, ნოცა ერქვა სახელი და ნინო ხარ მეთქი ნათლობის სახელი და არაო, იქაც შეგრე ჩაუწერესო და რა ვიცი ახლა, ამხელა განმანათლებელი ყავს წმინდა ნინო და ნუცა რატო უნდა ერქვას ბავშვს? არ ჯობია, რომ წმინდა ნინოსადმი იყოს შევედრებული ის ბავშვი, რომ შენ დაიფარე ჩემი შვილი. წმინდა გიორგი და ასე შემდეგ, აი ამხელა ყველაზე მეტი სახელი ალბათ გიორგი ქვია საქართველოში და თუმცა ერთი ასეთი ცნობა არსებობს, რომ შეიგი გიორგი ხო ძალიან მნიშვნელოვანი სახელი იყო საქართველოში, მაგრამ თურმე ყველას კი არ ქონდა ამისი დარქმევა. იყო რაღაცა პერიოდი, ხა დღეს
შეიძლება პირველივე შვილს ჩვენ გიორგი დავარქოთ, მაგრამ თურმე შეგეძლო დაგერქმია მეშვიდე შვილი რომ გეყოლებოდ. აი როგორც ახლა პატრიარქის ნათლულები რომ არის რომ მე თუ გინდა რომ პატრიარქი იყოს შენი ნათლია, სხვადასხვა მეუფეშიო მძანა ერთ-ერთ ბოლო ქადაგებაში რომ კარგი იქნებაო რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს. პატრიარქაც უკვე პატრიარქმა შეო. მაგრამ მაშინ ჯერ პატრიარქი თვითონ არ იყო და კარგი იქნება რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს და როგორც ჩანს ეს ტრადიცია გაგრძელდება. ანუ თუ გინდა რომ სამი შვილი გყავდეს, თუ გინდა რომ პატრიარქი იყოს ნათლია, სამი შვილი უნდა გყავდეს. და ძველად როგორ იყო? თუ გინდა რომ გიორგი რქმეოდა, აი 7 შვილი უნდა გყავდა. ანუ იმდენად ძვირფასი იყო, ესეთი რამ გამიგონია. თან ისეთი ადამიანისგან, ვისაც იყვიან თქვა რომ აეკითხება, ისე კი არა რაღაც ერკვევა ამ საკითხებში და როგორი მნიშვნელოვანი იყო თვითონ ეს სახელი და ჩვენი დამოკიდებულება წმინდა გიორგისადმი. თან კიდე ეს ფაქტი რას აღნიშნავს, რომ როგორც ჩვენთვის არის დღეს არც მთლად ბუნებრივი, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას ბუნებრივი, რომ სამი შვილი ყავდეს ადამიანს, ისე მაშინ იყო, რომ 7 შვილი ყოლოდა. აი ეგ მაგასაც უსვამს ხაზს. ანუ დღეს რომ პატრიარქს ეთქვა, რომ მე 7 შვილს მოვნათლავ, ეს შედეგი არ იქნებოდა. ამიტომაც მან მესამე თქვა. პედაგოგიკაში ჩვენ რომ სწავლობთ, არის ასეთი მთავარი პრინციპი ერთ-ერთი. რომ პედაგოგიკა არისო დასაძლევთა მეცადინეობა, არის დასაძლევთა დაძლევის პროცესი. ახლა სიტყვაზე ადამიანს რო უთხრა 2 მეტრიან ბარიერს გადაახტიო, ამაზე ივარჯიშო, იტყვის რომ მე მაგას მაინც ვერ გადავახტები და აზრი არ აქვს. თუ ეტყვი რომ 10 სანტიმეტრიანს უნდა გადაახტე, არც იქ არ ივარჯიშებს, იმას ისედაც ახტება. ის უნდა უთხრა, დაუშვათ ხდება 60 სანტიმეტრზე, შენ უნდა უთხრა, რომ 61 სანტიმეტრს უნდა გადაახტე. რომ ვარჯიშის სტიმული კონდეს, რომ იმედი, რომ დაძლევს ამ. იმას რომ დაძლევს, მერე კიდე ერთი თავწიო და ეს. და დღეს ეს იყო სამი შვილი რომ ხოლო და ეს იყო დასაძლევი და ადამიანებმა დაძლიეს რეალურად ისეთი ოჯახებში დაიბადა მესამე შვილი, რომ საერთოდ არც ფიქრობდნენ მაგაზე. რამდენი სიცოცხლე გაჩნდა, რომელი სიცოცხლეც არ უნდა გაჩენილიყო. აი რამხელა ვაწლია ეს პატრიარქისა. მარტო ამაზე რო თქვა. ხოლო თურმე აი სწორედ ამის გამო ვინც ის მე7 შვილს იქ რამდენი ადამიანი არჩენდა, რომ გიორგი დაერქმიათ, რომ წმინდა გიორგი ყოფილიყო მეოხი. ეს კიდე რას უსვამს ხაზს? რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ სახელს, რომ ვისი სახელი ერქმეოდა შვილს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ჩვენი შვილები ამა თუ იმ წმინდანის მეოხების და მისი სულიერი შემწეობის გარეშე. მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც რაღაც სახელი გავიგონოთ. ნათლობის სახელი აუცილებლად ის უნდა ქონდეს, რომელიღაცა წმინდანის. თუ არა ჩვენი შვილი ამით თითქოს კარგავს იმ შემწეობას და სულიერ კავშირს იმ წმინდანთან. და არც შემთხვევით ის არ არის ჩვენ რომელ დღეს დავიბადეთ. ახლა სიტყვა მოიტანა და სხვა თემაზე გადავერთეთ, მაგრამ მარე ვიტყვი. რომელ დღესაც დაიბადა ადამიანი, ის წმინდანებიც მისი მეოხი არიან. რომელ დღესაც დაიბადა. არა მარტო ის, რომელ წმინდანის სახელს ატარებს. არამედ იმ დღეს რომ ჩვენ დავიბადეთ, იქ ისიც შემთხვევით არ ხდება, ვიროდის დაიბადება. ამიტომ იმ წმინდანებსაც უნდა ვევედროთ, ჩვენ უნდა ვნახოთ კალენდარში, ვინ არიან იმ დღეს მოხსენიებული წმინდანები და მათი სასწაუებაც უნდა გქონდეს და მათ უნდა ვთხოვდეთ მეოხებას ღვთის წინაშე. იმიტომ რომ ადამიანს ღვთის შემწეობა ჭირდება და ღვთის შემწეობა რომ გამოითხოვოს ჩვენგან, ეს წმინდანები არიან, მათ შეუძლიათ რომ ღმერთისგან გამოითხოვონ ჩვენთვის ეს შემწეობა და ძალა და რეალურად თუ დააკვირდება ადამიანი, სწორედ აი ამ ძალით დგას ფეხზე, სულიერად თუ ხორციელად.
აი ამ ძალით დგას, ღვთისგან მონიჭებული ძალით დგას ფეხზე და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი მეუღლე ანდრიაც დიდხანს იყოს თავისი ეკლესიის სადარაჯოზე მოციქული ანდრია პირველწოდებულის მეოხებით. ჩვენი პატრიარქი მეუღლე შიომ ღვიმელის მეოხებით დიდხანს იყოს თავისი ეკლესიის სამსახურში და აი ეს ერთობა ეკლესიის სისავსე რაც არის კიდე დიდხანს გარიყოს მის გვერდით ღვთის სადიდებლად და ეკლესიის სანუგეშოდ და თითოეული ჩვენთაგანის სანუგეშოდ და საცხოვნებლად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ კიდე მრევლმა ჩვენი მხრივ ბოლო ამოსუნთქვამდე გამოგვეჩინოს მორჩილება პატრიარქისადმი და ჩვენი მღვდელმთავრისადმი. აი ეს მორჩილება არის მაცხოვნებელი. მორჩილებაა მაცხოვნებელი. ადამიანმა რომ წარმოიდგინოს არც ერთი მორჩილი ადამიანი არ იქნება ჯოჯოხეთში. აი პატრიარქისადმი მორჩილება, მღვდელმთავრისადმი მორჩილება, ეს იგივე ქრისტესადმი მორჩილებაა და შეუძლებელია მორჩილი ადამიანი იყოს ჯოჯოხეთში. მაგრამ შეუძლებელია ურჩი ადამიანი იყოს სასუფეველში. აი აღწერილია წმინდა იოანე სინელის წიგნში საქმეებათა კიბეში ერთი მორჩილის აკაკის ცხოვრება. აი თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ რა საოცარია როგორი მორჩილება ჰქონდა თავისი მოძღვრისადმი და ეცით როგორი მორჩილება ჰქონდა რომ გარდაიცვალა აკაკი. მივიდა მოძღვარი საფლავთან და რაღაცა უთხრა ხო არის ხოლმე რომ ჩვენ აი რაღაც მიცვალებულს რაღაცას ვეუბნები. და ღმერთმა მისი მორჩილება იმითიც დაადასტურა რომ საფლავიდან მიცვალებულმა გასცა პასუხი და უპასუხა იმაზე რაც შეეკითხა. წარმოიდგინეთ ეს ხო ადამიანურად რომ თქვა ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება იმის მიღმა არის. მაგრამ ღმერთმა აჩვენა რომ აი ამ მორჩილებით ცხოვრებას რაც მან გაიარა აკაკიმ რაც გაიარა აი იქაც სამკვდარიც რო იყო ხორციელად მკვდარი იქაც კი გასცა პასუხი. და შეუძლებელია მორჩილი ღვთის მორჩილი ადამიანი იტანჯებოდეს. მაგრამ აი ურჩი ადამიანი და თავის ჭკუაზე რომ დადის იმის საქმე ძალიან ცუდად არის. მაგრამ თუ ადამიანი მორჩილებას ისწავლის მაშინ კარგად იქნება ყველაფერი და ეს მორჩილება მოგვანიჭოს ჩვენ ღმერთს. მორჩილება ნიშნავს იმას რომ ადამიანი საკუთარ თავზე არ იღებს იმ პასუხისგებლობას არამედ მას გადასცემს იმ პასუხისგებლობას ვისაც ევალება ის. ჩვენ რომ იტყვი ადამიანი რომ მე ასე ვფიქრობ და მე ასე მიმაჩნია სწორად და ასე გააკეთებ მაშინ შენ ხარ უკვე პასუხისგებელი იმაზე რაც აიღე და ხარ პასუხისგებელი ღვთის წინაშე რომ იტყვი რომ მე ასე მეგონა და ასეა სწორი და იქნებ ღმერთმა გითხრას რომ მე ვინც დაგიდგინე შენ მღვდელმთავრად და პატრიარქად იქნებ იმას უნდა დამორჩილებოდი და არა შენს გონებას. იქნებ ის დაგიყენე შენ იქნებასაც ხო ხვდებით რატო ამბობ იქნებ კი არა ნამდვილად ეგრეა. ის დაგიყენე შენ წინამძღვრად და მას უნდა დამორჩილებოდი. მე დავადგინე როგორც მოციქული პავლე ამბობს ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის. შემთხვევით არსად არავინ არ დგება წინამძღვრად. ღმერთმა ჩვენს ახალ პატრიარქს მიანიჭოს ძალა და სიბრძნე როგორც სოლომონი ითხოვდა მომანიჭეო გული გონიერიო რომ წებსო ჩემზე მონდობილი ერიო. მიანიჭოს უფალმა მას ეს სიბრძნე და სიმტკიცე და მოთმინება და ჩვენ მისი მორჩილების ძალა მოგცეს ღმერთმა. ქრისტე აღსდგა.